ტორი თაისი ბოშულთან ერთად. მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook Live-ის მაყურებელო, ეთერშია გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი, მე მისი წამყვანი თაისი ბოშვილი გახლავართ. ტრადიციულად ყოველ ოთხშაბათს საღამოს 19 საათსა და 10 წუთზე ჩვენ შევხვდებით დღეიდან ერთმანეთს და ვისაუბრებთ პროფესიული განათლების შესახებ იმ სიახლეებზე, რომელიც განათლების სისტემის ამ ნაწილში, ამ ეტაპისთვის არის და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბოლო პერიოდში იყო ამ მიმართულებით, რეგისტრაცია დასრულდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და დაახლოებით 11,000 აპლიკანტი დარეგისტრირდა, რაც საკმაოდ მაღალი და კარგი მაჩვენებელია. დღევანდელ გადაცემას რაც შეეხება, როგორც დაანონსებული იყო, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ზრდასრულებისთვის განკუთვნილ მოკლებადიან პროგრამებზე, რომელზე მიღებაც კოლეჯმა მოდუსმა დაანონსა. ჩვენი სტუმრები არიან კოლეჯი მოდუსის ზრდასრულთა განათლების კოორდინატორი რუსუდან ქურასპედიანი, მოგესალმებით რუსუდან და ირაკლი მირუაშვილი, პროფესიული განათლების მასწავლებელი. მოგესალმებით, გამარჯობთ. დიდი მადლობა, რომ მობრძანდით შუაკვირაში დრო გამონახეთ ჩვენთან სტუმრობისთვის. მოდით დავიწყოთ საუბარი ზრდასრულთა განათლების სისტემაზე, რომელიც 2019 წლიდან დაინერგა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ხომ, პროფესიული განათლების. რუსუდან გისმენთ, თქვენი კოლეჯი ვიცი, რომ ჩაერთო თავიდანვე ამ მიმართულებით და მოდით მოგვიყევით, დავიწყოთ, როგორ დაიწყო მოდუსმა ამ სისტემაში ჩართვა. მოგესალმებით, მივესალმები შენს მსმენელს, მაყურებელს. პირველ რიგში, ვიდრე დასმულ შეკითხვას გავცემდე პასუხს, მინდა მადლობა გადაგიხადო მოწვევისთვის და წარმატებები ვუსურვო შენს გადაცემას, გისმენთ, გიყურებთ და წარმატებებს გისურვებთ. რაც შეეხება კოლეჯ მოდუსს, მოგეხსენება რომ კოლეჯი მოდუსი ერთადერთი ქვემო ქართლის რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო კოლეჯი არის, რომელიც რუსთავსა და მარნეულში არის წარმოდგენილი და შესაბამისად ის არის მრავალპროფილური, მულტიპროფილური კოლეჯი არის და ახორციელებს სხვადასხვა მიმართულების პროგრამებს, როგორც პროფესიულ საგანმანათლებლოს, ისე მოკლებადიან პროფესიული მომზადების და გადამზადების მიმართულებით. ეს იქნება ინჟინერიის მიმართულება, კულინარია, IT მიმართულება, ასევე განათლების მიმართულებით პროგრამებს. თითოეული პროგრამა, რომელიც კოლეჯში ხორციელდება, მორგებული არის თვითონ რეგიონის სპეციფიკას და იმ შრომითი ბაზრის მოთხოვნებს და საჭიროებებს. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ბიზნესთან კონტაქტი, გვეხმარება სიახლეების დანერგვაში, პროფესიული განათლების მიმართულებით, პროფესიული ახალი პროგრამების შემუშავების მიმართულებით და რასაკვირველია დასაქმების მიმართულებით პირველ რიგში. რაც შეეხება პროფესიული კითხვას, ზრდასრულთა განათლების შენ ეს ძალიან კარგად იცი, კოლეჯი პირველივე ეტაპიდან ჩაერთო ამ პროცესში 2019 წელს და ჩვენ ვიყავით სულ რამდენიმე კოლეჯი ჩაერთო და კოლეჯი მოდუსიც მათ შორის პილოტირების პროცესში მანამდე ვახორციელებდით მოკლებადიან პროგრამებს, თუმცა მას შემდეგ რაც ზრდასრულთა განათლება უკვე ფორმალური განათლების ნაწილი გახდა, ეს იყო რამდენიმე კოლეჯი ჩაერთო ამ პროცესში, მათ შორის კოლეჯი მოდუსიც და მას შემდეგ მოყოლებული არაერთი პროგრამა შევიმუშავეთ და დღემდე მოყოლებული კოლეჯს მიმდინარე ეტაპზე 13 პროგრამა აქვს. აქედან მოდუსი რუსთავის ბაზაზე 9 პროგრამა, 4 პროგრამა მარნეულის ბაზაზე. მოგახსენებთ, რომ თითოეული პროგრამა უშუალოდ ბიზნესთან კომუნიკაციით ხდება, თითოეული პროგრამის შემუშავება და ეს საშუალებას გვაძლევს, რომ პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებს ინოვაციური პროგრამები და დასაქმებაზე ორიენტირებული პროგრამები შევთავაზოთ.
მაგალითად ეს პროგრამები განკუთვნილია ზრდასრულებისთვის. რასაკვირველია, ზრდასრულებისთვის არის განკუთვნილი ეს 13 პროგრამა. მე აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ვინაიდან ახალი სტანდარტების შემუშავების პროცესში ვართ და კოლეჯები გადიან ამ ახალი სტანდარტების შესაბამისად ავტორიზაციას, ის პროგრამები, რომლებიც მილევად რეჟიმში იყო, ჩვენ შევაჩერეთ ამ პროგრამებზე რეგისტრაცია, დიახ, მიღება და ამიტომ ის პროგრამები, რომლებიც მიმდინარე ეტაპზე გვაქვს გამოცხადებული რეგისტრაცია, სწორედ ის პროგრამებია, სადაც ჯერჯერობით ახალი სტანდარტი არ არის შემუშავებული. მოდი მე ჩამოვთვლი ამ პროგრამებს, რომ ჩვენ მსმენელებისთვისაც უფრო თვალსაჩინო გახდეს, რაზე იქნება დღევანდელი გადაცემის განმავლობაში საუბარი. ეხლა ამ ეტაპისთვის ახლა გამოცხადებული აქვს მოდუს 4 პროგრამაზე, მომზადება გადამზადების 4 პროგრამაზე. და არა მხოლოდ მაშინ დავამატეს ელექტრომემონტაჟე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობა, ქართული და უცხოური კერძების მომზადება, თმის შეჭრა და ვარცხნილობები. და კიდევ მაშინ ეს რასაც საზოგადოება ხედავს თვალნათლივ. თუმცა ჩვენ პენტენციურ სისტემაშიც ვახორციელებთ პროგრამებს, რომელიც დახურული რეგისტრაციით დიახ. და ეს არ არის ესე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. მიმდინარე ეტაპზე ჩვენ 7 პროგრამაზე გვაქვს რეგისტრაცია გამოცხადებული. აქედან 4 პროგრამა, რომელიც შენ ჩამოთვალე კი რუსთავის ბაზაზე განხორციელდება და 3 პროგრამა სხვადასხვა პენტენციურ დაწესებულებაში და ამაზეც მინდა რომ ორიოდე სიტყვით ვისაუბრო. საინტერესო თემა ნამდვილად და მოდით გისმენთ ყურადღებით როგორ ხდება ამ მიმართულებით მუშაობა. კი ბატონო, როგორც თაი შენ თქვი, რეგისტრაცია დაწყებული არის. ეს არის ისეთი პოპულარული პროგრამები და საკმაოდ დიდი არის მომართვიანობა კოლეჯში. წინა გამოცდილებას თუ გავიხსენებთ კულინარიის მიმართულებით და ირაკლი დღეს ჩემ გვერდით არის. ირაკლი საკმაოდ ბევრი ექნება სასაუბრო ამ თემაზე. 180 პირი დარეგისტრირდა 30 ვაკანტურ ადგილზე. და ეს იყო წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა 2 დღის განმავლობაში 2 კომისია მუშაობდა, რომ ძალიან რთული იყოს იმ პირების შერჩევა, რომლებიც თუმცა გაგვიმართლეს იმედები. ხო? და ამაზე უფრო დეტალურად ირაკლი ისაუბრებს, თუმცა მე მინდა რომ დავაანონსო, რა თქმა უნდა, პროფესიული განათლებით დაინტერესებულმა პირებმა ამის შესახებ უკვე იციან, რომ მოდუს რეგისტრაცია აქვს გამოცხადებული. 14 ივნისს დავიწყეთ ჩვენ რეგისტრაციის პროცესი და ეს ნაკადი არ წყდება და 30-მდე გაქვთ ხომ რეგისტრაცია 30 ივნისის ჩათვლით. 30 ივნისის ჩათვლით გვექნება რეგისტრაცია, შემდეგ უკვე დაიწყება გასაუბრების, მოტივაციური გასაუბრების და ამ აპლიკანტების შერჩევის დიახ პროცესი. 7 ივლისს იწყება სწავლა, ხომ? რუსთა როგორც მახსოვს. 7 ივლისს ჩვენ უკვე დავიწყებთ სწავლას. მოდუსი რუსთავის კორპუსში. ამ ეტაპზე მოდუსი რუსთავის კოლეჯში. თუმცა ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა ხა ირაკლისთან გადავინაცვლო, რადგან 4 პროგრამაზე კი ვსაუბრობთ, მაგრამ ძირითადი ჩვენი სასაუბრო თემა მაინც იქნება ქართული და უცხოური კერძების მომზადება, პროგრამა რომელიც არის ძალიან ახალი. ერთი ნაკადი თქვენ უკვე მიიღეთ და დაასრულა ამ ნაკადმა სწავლა. ჩვენი მსმენელებისთვის მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროგრამა არის სრულად დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან და თქვენ შეგიძლიათ 4 თვის განმავლობაში თუ რამის არას 5 თვის განმავლობაში სრულად უფასოდ, თუმცა სახელმწიფო ამაში საკმაოდ დიდ ფინანსებს დებს, სრულად უფასოდ ისწავლოთ ქართული და უცხოური კერძების მომზადება და აიღოთ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი, რაც ძალიან დიდი სარგებელი იქნება რასაკვირველია ზრდასრული ადამიანებისთვის. ირაკლი, მოდით მოგვიყევით ამ პროგრამის შესახებ, რადგან პროგრამა სიახლეა ბაზრისთვის და რამდენად გაამართლა პირველ რიგში და როგორ აპირებთ ახლა შემდგომ ეტაპებზე მიღებების განხორციელებას, რადგან მოთხოვნა მაღალი ყოფილა როგორც მოგეთ პირველ რიგში მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ სამი მეგობარი ეს პროფესიულ რანგში გადავიყოფეთ. ეს ძალიან კარგია. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ამ პროგრამას
საქართველოში არ არის ბევრი სასწავლო დაწესებულება, სადაც სრულფასოვნად შეუძლიათ ადამიანებს მიიღონ ამ მიმართულებით განათლება. ძირითადად არის რაღაცა კერძო, მოკლევადიანი კურსები, რამდენიმე თვიანი, იძლევიან რა თქმა უნდა სერტიფიკატებსაც, რომელიც არ არის სახელმწიფოს მიერ აღიარებული. ამიტომ ეს არის საკმაოდ დიდი ფუფუნება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კოლეჯი მოდუსის სასწავლო გარემო არის აღჭურვილი ჰაი კლასის აპარატურით, მარაგდება პრემიუმ ხარისხის პროდუქციით, ნედლეულით კი იყო აბსოლუტურად ყველა პირობაა და საკმაოდ ძვირად ღირებული პროგრამა, თუმცა არ იფიქრონ ხა მსმენელებმა რომ ამაში ფულს იხდიან, ეს არის აბსოლუტურად უფასო და სახელმწიფო ამაში ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს. ვინაიდან კოლეჯების ასე ვთქვათ ფორმატში ეს სიახლე შეიძლება ითქვას, ნუ რამდენჯერმე განხორციელდა ალბათ სხვა კოლეჯებშიც აღნიშნული პროგრამა. ჩვენ ნელ-ნელა უკვე განული კურსის შედეგების მიხედვით, ასე ვთქვათ, ვაკეთებთ ანალიზს, რა იყო წინა კურსის დროს დადებითი რისი გასწორება შეიძლება და ასე შემდეგ. თუმცა დამაჩენილია თქვა, რომ საკმაოდ მოტივირებული ხალხი მოდის და სრული, ასე ვთქვათ, მობილიზებით ცდილობენ ისწავლონ და თან აქ საინტერესო ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ აქ კერძის მომზადება ხდება პრაქტიკულად. ისინი მხოლოდ თეორიულ ნაწილს არ გადიან და ეს არის ყველა საინტერესო და ძალიან აზარტული პროცესი. კი, პროფესიული განათლება ამის გამოირჩევა სწორედ. დაუძინო რა, რომ მე ძალიან დიდი სტაჟი მაქვს რა პედაგოგიური მოღვაწეობის 20 წელზე მეტი ამის. ამიტომ ეხლა ესეც ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის ძალიან ესეთი თვალსაჩინო მაგალითი არის, მაგრამ ესეთი აზარტული არც ერთი პროფესია არ ყოფილა, რასაც მე ვასწავლეთ. იმიტომ რომ იქ შედეგი დგება მაშინვე. ანუ ის რომ შენ რაღაცა ისტორიულ ნაწილს ასწავლი ბავშვს რაღაცა ეპოქას, ის რაღაცა დრო ჭირდება იმისთვის რომ ეს გაიაზროს, შემდეგ აპოქრიფოს და ასე შემდეგ და იქ როცა შენ თვალწინ იბადება ასე ვთქვათ, კერძი რო იქნება და ამაში მონაწილეობას იღებენ თვითონ სტუდენტები, ეს არის ძალიან საინტერესო და ჩვენთვის ძალიან აზარტული რა. და საკმაოდ პასუხისმგებლობის ძალიან მაღალი ის არის სტანდარტი, ანუ საქმე რაშია. მე მაქვს საკმარისი გამოცდილება იმისთვის, რომ ვასწავლო ადამიანებს ეს, მაგრამ იქ ბევრი ფაქტორია, როცა შენ კანკე მოყოლილი კერძი გაგია, რომ მომიყევი ტოლობა მაგათად. ესეთი ამბავი, მაგრამ ამაზე როცა ჯერ თეორიულ ნაწილს გადიხარ და მათ უკვე იციან და აქვთ მოლოდინი, როგორი უნდა იყოს. და ეს რა გამოვიდეს ისეთი, ნუ ძალიან სირცხვილია და თან რო გამოდის ისეთი როგორიც საჭირო. მე თვითონაც რო აკეთებენ და ამაში ძალიან აქტიურად ხალისიანთ არიან ჩართულები, არის იქვე დგება შედეგი და ამაზე მე დავწუნდი რომ ეს არის მართლა ის საქმე რომელიც არც და რაღაც პერიოდის შემდეგ ისიც დგა რაღაც პერიოდის შემდეგ სწავლის გარკვეულ ეტაპზე უკვე იწყებენ რა თვითონ გემოების გარჩევას და აი რაღაც ესეთი პროფესიონალურ დონეზე და თვითონ მოდით შერჩევის ეტაპებით რომ გავიაროთ, ანუ რეგისტრირდები იმ შემთხვევაში თუ მაქვს სკოლა დასრულებული, სრული ზოგადი განათლება საჭირო თუ საბაზო განათლება, ამაზეც რომ ჩვენ მსმენელებს მივაწოდოთ ინფორმაცია და რეგისტრაციის შემდეგ, აი გასაუბრების ეტაპი ხშირად არის ხოლმე კითხვები, მაინც გასაუბრებაზე ვფრთხილობთ ადამიანები და რა მელის გამ გასაუბრებაზე და რა მოლოდინი უნდა მქონდეს, აი ამ ეტაპებზეც რომ გითხრათ გასაუბრება ზოგადად ყოველ სუბიექტურია, რა მოდი ესე ვთქვა, რა ყველა ყოფილი ვარ და ვიცით რომ გონია რომ ღირსეულად წარმოაჩენ თავი და აი კომისიამ თქვა რომ არა. კი, საკმაოდ ისეთი სტრესულიც არის მაგრამ სტრესულიც არის რა თქმა უნდა, მაგრამ აქ რამდენიმე ფაქტორს ვითვალისწინებთ. აქ პირველ რიგში ხა ის რომ ვიღაცას კერძის კეთება უყვარს, მოწონს და რაღაცა გამოზდის და როცა მე აუცილებლად დავსვავ კითხვას რომ სად გამოიყენებ ამ ცოდნას. სამომავლო მიზნები კი რას უკავშირდება? მიზნები არის ძალიან გადამწყვეტი რა, იმიტომ რომ ესეთი პროგრამების მდგრადობა ხო დამოკიდებულია პირდაპირ შემდეგ დასაქმების მაჩვენებელზე რა. მაგრამ თუ აპლიკანტი პასუხობს, ეხლა შეიძლება ცოტა გავთქო კიდევაც რა, მაგრამ მაინც გულწრფელი იქნება ვიტყვი, თუ კი აპლიკანტი გადაწყვეტს და მიპასუხებს, რომ მას უბრალოდ სახლში ოჯახის წევრებს უნდა თავი მოეწონს და გემრიელი კერძები მოუმზადოს შვილებს
მეუღლის და ასე შემდეგ, ჩემთვის უფრო მეტი პრიორიტეტი იქნება იმ ადამიანს, რომელიც ამ სფეროში დასაქმებას, პროფესიად აპირებს და შემდგომი წარსულს. რა თქმა უნდა, ეხა გასაუბრების ერთ-ერთი კრიტერიუმი ერთ-ერთი ეს არის გავთქვით. იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკა მაჩვენა რა, რომ ესეთი სტუდენტები, რომლებიც მოდიოდნენ მოტივირებულები და პირდაპირ გასაუბრებაზე ამბობდნენ, რომ მე აი ამის გაკეთება მინდა და ჩვენ მე ვნახეთ, რომ ეს აი მათ სურვილს და უცნაურ შეესხა ფრთები თვითონ პროცესში. რაც შეეხება წინა კურსის წარმატებულ кейსებს ამაზე ოდნავ მოგვიანებით მოვყვებით. კი, იმიტომ რომ ჯერ მაინტერესებს რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ, რომ დავრეგისტრირდეთ ესე იგი, სრული ზოგადი განათლება არ არის, საბაზო განათლება სრულად 9 კლასი, დიახ, ბაზას. უკვე 10 კლასი. კი, საბაზო განათლება სრულად საკმარისია და мотиваცია სამომავლო მიზნები, დიახ, რაზეც ირაკლი მისაუბრა, სრულად მრავალფეროვანი კურსი იყო, 65 წლის ადამიანი და დაუშვათ 20 წლის ერთად. კი, პროფესიულ განათლებას ეს აქვს ნამდვილად, რომ ერთ მერხთან და საუკეთესოდ მეგობრობენ, საერთოდ არ არის ეგ პრობლემა რა, მათ შორის პირიქით უფრო ხიბლს აძლევს ეს და საინტერესოს ხდის. იმიტომ იქ ხო არ ძიხარ სტატიკურად რაღაცა ვიღაც უსმენა. იქ შენ მუშაობ თელი დღე იღლები და 7 საათის განმავლობაში არ არის ადვილი იქაურობა როგორც შენი სამზარეულო ესეთი. ეს მინდა კითხოთ ირაკლი, რადგან ახსენეთ რა 7 საათი. ჩვენ ვასწავლით ზრდასრულებს, ხო? ზრდასრულებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მუშაობენ და სხვა პროფესიას ფლობენ და დაკავებულები არიან. თქვენი კურსი რას თავაზობს? როდის უნდა მოვიდე 7 საათი დღეში ჩემთვის დასაქმებული ადამიანისთვის საკმაოდ რთულია გამოვნახო. როდის არის და რამდენად მოქნილია ეს შეთავაზება? აქ ვიგულისხმე ორი ნაკადის შემთხვევაში 7 საათი, თორე ერთი ნაკადი, ანუ შენ თუ იქნები ჩემი სტუდენტი, დაყოფ კოლეჯში დილის 10-დან 3 საათამდე რა. და შაბათ-კვირას არის ეს კურსები? საკმაოდ მოქნილები ვართ, ამ კუთხით საკმაოდ მოქნილები ვართ და ვერ გებით ჩვენი მსმენელების დატვირთვას, მაგალითად თუ დასაქმებულები არიან 3 საათის, 4 საათის შემდეგ, გვაქვს ისეთი პროგრამები, რომლებსაც 5 და 6 საათზე ვიწყებთ და ასევე შაბათი-კვირის დატვირთვით მაქსიმალური ისა გვაქვს დატვირთვა გადატანილი გვაქვს უკვე შაბათ-კვირაზე. უკვე დღეებზე, დიახ. უკვე შერჩეულ აპლიკანტებთან გავივლით ამ საკითხს, იმიტომ რომ ჯგუფის გადანაწილება ვინ დილით მუშაობს, ვინ საღამოდ. იმიტომ თუ არ მოერგე მათ საჭიროებას, ეხა იმიტომ რომ მე 9-ზე დავიწყო და შენ გინდა არ გინდა უნდა მოხვიდე, ესე არ გამოვა, იმიტომ რომ ეს არის ხალხი, რომელიც მოტივირებული ხო, რა თქმა უნდა, ამიტომ ხელშეწყობა მაქსიმალურად ისეთია რა მაღალი. ჩვენ ახლა სარეკლამო ჭრა მოგვიახლოვდა და რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით ჩვენს მსმენელებს, დაგველოდეთ დროებით. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბუშულთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. მედიკამენტები, საკვები დანამატები, თავის მოვლის პირის ღრუს და ბავშვის პროდუქტები. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობას და სილამაზეს სჭირდება. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. დაგეგმე საოჯახო დასვენება სასტუმრო ჯორჯია პალასში. ისარგებლე სამჯერადი კვებით და შეუქმენი ყველა პირობა ოჯახის წევრებს დაუვიწყარი ზაფხულის დღეების გასატარებლად. შთაგონებით ჩვენ ვქმნით თქვენს სხვისფერ მოგონებებს. ჯორჯია პალასი, სასტუმრო და სპა ქობულეთი. დეტალებზე დაგვიკავშირდით. 577 24 24 25. Silk Post-ი, სახმელეთო ამანათების საქართველოში. გამოიწერეთ ამანათები ჩვენთან და ისარგებლეთ სწრაფი სერვისითა და ბიუჯეტური ფასებით. დარეგისტრირდით. ჩვენი ვებგვერდის მისამართია: www.silkpost.g. Toyota ცენტრ თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით აკუმულატორებზე. შეხვდით ზაფხულს მომზადებული Toyota ცენტრ თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022 ან გვეწვიეთ მისამართზე დავით აღმაშენებლის 116. Toyota ცენტრ თბილისში საგაზაფხულო აქცია გრძელდება. ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით ძრავის ზეთსა და ფილტრებზე. შეხვდით გაზაფხულს მომზადებული Toyota ცენტრ თბილისთან ერთად. სერვისის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 2511 252 2022
2 ან გვეწვიეთ მისამართზე. დავით აღმაშენებლის 116. Global Idea და Financial წარმოგიდგენთ ნომერ პირველი ოქროს ბრენდის გამარჯვებულებს. Autotech დახმარება ჯუბა, Element Construction, Betec Pipexi, MBG Renti, Koskura ამწეების ქართული სერვის ჯგუფი, Geo Energy, Hisense HVAC Georgia, Toyota ცენტრი თბილისი, New Vision დაზღვევა, Victoria Security, Pro Service, კორძაძის საადვოკატო ბიურო, Ronico, ვაკის საცურაო აუზი, Karoteni, Vita Peroli, Franco Fontana, ESP, Nestle, Montessori საბავშვო ბაღი, Pino, Tabexi, Smile Care, Pasta del Capitano, Tantum Verde, Xaxabo, Bronco Maxi, Vitrum Immunactivi, Lotusi, Dorco, L'Occitanie Provenceიდან. საინფორმაციო მხარდაჭერა, რადიო კომერსანტი, FM 95.5, პუბლიკაჯი, ჟურნალი გლოსი, ოქროს ბრენდის პარტნიორი, შატო სვანიძე. რეკლამა რადიო კომერსანტზე. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბუშულთან ერთად. ჩვენ დავბრუნდით ეთერში, ჩვენ სტუმრებთან ერთად, რუსუდან ქურასბედიანთან და ირაკლი მირუაშვილთან ერთად საუბრობთ დაცრულთა განათლების სისტემაზე და იმ მოკლევადიან პროგრამებზე, რომლებზეც ახლა გამოცხადებული აქვს მიღება კოლეჯ მოდუს. მოდით გადავიდეთ ამ საინტერესო პროგრამის ქართული და უცხოური კერძების მომზადების დასაქმების ნაწილზე. რუსუდან თქვენით დავიწყებ, რადგან თქვენ უკვე დაასრულეთ ერთი კურსი და საინტერესო ესეთ კურს, რომელზეც მომხიბლავად საუბრობდით ახლა პირველ ბლოკში, რა შედეგები მოყვა დასაქმების კუთხით, რადგან რეალურად პროფესიულ განათლებაში ვერთვებით იმიტომ, რომ მართლა უმოკლეს დროში მოხდეს ჩვენი დასაქმება, ხო? აი ამ კონკრეტულად რამდენმა ადამიანმა დაამთავრა, რამდენი სტუდენტი ყავდათ და რა შედეგებზე გახვედით სტატისტიკურად? კი ბატონო. მოგახსენებთ, როგორც წინა ბლოკში უკვე გითხარით, 180 აპლიკანტამდე იყო პროგრამაზე დარეგისტრირებული და 30 პირი შევარჩია კომისიამ, რომლებიც ჩვენი მსმენელები გახდნენ. 30 მსმენელიდან პროგრამა დაასრულა 27-მა. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, მოგეხსენება. 21 არის დასაქმებული კონკრეტულად კულინარიის მიმართულებით. 12 შეუწყო ამას ხელი თვითონ რა თქმა უნდა და ირაკლი ამაზე ისაუბრებს, როგორ სხვადასხვა კვების ობიექტებიდან, რესტორნებიდან, კაფეებიდან გვიკავშირდებოდნენ, მოდიოდნენ, ეცნობოდნენ ჩვენ პროგრამას, ეცნობოდნენ ჩვენ მსმენელებს და აი უშუალო ესეთ ბიზნესთან ურთიერთობის პროცესში მოხდა დასაქმება. მინდა აუცილებლად თქვა, რომ 12 ჩვენი მსმენელი თვითონ პროცესში დასაქმდა. ანუ არ იყო დასაქმებული, ვიდრე ამ კურსზე ჩაირიცხებოდა, პროგრამაზე ჩაირიცხებოდა და 12 თვითონ პროცესში დასაქმდა. იყვნენ ისეთები, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება ჰქონდათ და უნარების უფრო განვითარება უნდოდათ, იყვნენ დასაქმებულები, თუმცა უნდოდათ კიდევ უფრო დახელოვნებულიყვნენ ამ მიმართულებით. წარმატების მაგალითებზე უფრო ხო არ განვარცხოთ ირაკლი? ბევრი იყო და ჩემთვისაც მოულოდნელი იყო რა. მე ნამდვილად იმიტომ რომ საკმაოდ რთული საქმიანობაა. ის რომ შენ ამას სწავლობ, ერთია ხარჯავ ენერგიას, მაგრამ ფიზიკურად იღლები რა, უნდა ქონდეს კარგი ფიზიკური გამძლეობა, დიდხანს გეხარ ფეხზე. ბევრი შავი სამუშაო გაქვს შესასრულებელი და იმ ლამაზი კერძის უკან დგას ძალიან ბევრი. ესე იგი სხვადასხვა კერძების ფერებით მოსული წისაფრებით და დაღლილი და ნუ მოკლედ საშინელ დღეში. თან ხალხი მოდის სამსახურიდან, ოჯახიდან, სადაც იქაც უამრავი თქვათ სამუშაო აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად ართმევენ თავს და ამისი ერთ-ერთი ხელშემწყობი არის კარგი გარემო-პირობა. ანუ ერთი დიდი ნაწილი მოდუსის ეთმობა ამ პროგრამას. ანუ არის თეორიული ნაწილისთვის ცალკე ასე ვთქვათ სივრცე, რამდენიმე სივრცეა. და იქვე არის მეორე სივრცე იქვე რა, ვერტიკალებით და უკვე გადიხარ პრაქტიკულ კომპონენტისთვის ვთქვათ განკუთვნილ სივრცეში, ხო? ყველა მას რა ქვია სტუდენტს აქვს პერსონალური
აღჭურვილობა, გულისხმობ მე სხვადასხვა დანა იქნება თუ მაგი და ქურა და ასე შემდეგ და მუშაობენ ასე ვთქვათ ჯერ თეორიულ ნაწილს ეცნობიან კერძის რაღაცა ისტორიას, კალკულაციას, ასე შემდეგ რაც ასე ვთქვათ თვითონ პროგრამა ამასაც თქვენ ასწავლით, ხო? რა თქმა უნდა, იმიტომ როცა რაღაც კერძის მზადებას ვაპირებთ, ჯერ უნდა გავეცნოთ ამ კერძის ისტორიას, რა დროები ჭირდება თერმულ დამუშავების. საინტერესოა ეს პროგრამა, ხო, ხო? მეც დავინტერესდი. ძალიან საინტერესო არის და სხვა შორის ჩვენთან ხშირად მოხდარა ის, რომ ჩვენთან მოდიან ზოგჯერ დიასახლისური გამოცდილებით, გემრიელ კერძებს. და პროფესიონალები მიდიან. მოაჩენენ რომ და ზოგჯერ ყოფილა ერთ-ერთმა აღიარა ეხა არ მიდეს სასაყელი და გვერდ თქვა რომ მე მეგონა რომ ჩემ ძალიან მაგარი ვიყავიო რა და მეგონა რომ აქ რა უნდა ესწავლიან ჩემს მაგრამ ძალიან მალე აღიარა რომ თურმე არაფერიც არის პროფესიული სამზარეულო ხო პროფესიული სამზარეულო რა და რა შეიძლება დასაქმების მაღალ მაჩვენებელს რატო არის ეს მაღალი მაჩვენებელი იცი რა არის თავი რომ მოლოდინები დაუსახოს სწორი რა შენ სტუდენტს და რაღაცა არ გახვიო რაღაცა ფანტაზიებში რა ეხლა რა მოლოდინებზე ლაპარაკი ის რომ რატო არის პოპულარული ჩვენთან ეხლა ნენელა გახდა ხო მზარეულობა უფრო შეფობა ვიდრე ბოლო პერიოდში ბოლო წლებში ძალიან მაღალანაზღაურებადი არის და ისეთი პრესტიჟული გახდა საზოგადოებაში პოპულარული ტიპები არიან რა თქვა შეფები მაგრამ ამის უკან დგას უზარმაზარი შრომა და ძალიან ბევრი ტომბრებით, ასე ვთქვათ, ბოსტნეულის ბრწყნა და შავი სამუშაო შესრულება. არავინ არც ერთ რესტორანში არ გაგიღებს კარებს და პირდაპირ შეფად არ დაგპატიჟებს. ჯერ ბევრი სამუშაოა. ვთქვათ ირაკლი, რომ კერძის მომზადების შემდეგაც გრძელდება მზარეულის საქმიანობა, თვითონ სამზარეულოს დასუფლება. ხო, რა თქმა უნდა, სამზარეულოს დამაგებელი მოდუსაც უნდა ყავს, მაგრამ ზარეულის თავი კონკრეტი ერთ-ერთია რომ ისეთი დატო სამზარეულო როგორც გააკო იქ არავინ არ ყრის ანუ დღის ბოლოს სრულდება სრული დალაგება ხდება ასე ვთქვათ სამზარეულოსი თვითონაც ხვდებიან ამდენად შეძლებენ სამომავლოდ რომ ეს ენერგია როგორ ეყოფათ ავტო როცა მათ ზუსტი მოლოდინები აქვს რა არ უნდა იფიქროს რომ მე ხა ამას დავამთავრებ და წავალ და ნებისმიერ მასში რესტორანში ორივე კარს გამიღებენ, იმიტომ რომ მე მაქვს სერტიფიკატი. ეს არ არის თავი. თავი არის ფიზიკური განძლევა და იმის ატანა, რაც მოგიწევს რესტორანში. თან ეს სტრესული სამუშაოა. ძალიან მედეგი უნდა იყოს სტრესის მიმართ. იმიტომ რომ ზარეული სულ სტრესში მუშაობს. იქ არის დროის ფაქტორი, კლიენტთან მუშაობა, ну მოკლედ 1000 პრობლემა არის. ეს გაქვთ ხო ალბათ სასწავლო პროცესში. თავისთავად ცხადდა, იმიტომ რომ სასწავლო პროცესში ჩვენ კი, აუცილებლად და იქ ძალიან საინტერესო თამაშები კულინარიული ასე ვთქვათ თამაშები გვაქვს ხოლმე გამოცდის სახით დუელები რა თქმა უნდა სადაც არის სტუდენტმა რა ინგრედიენტებით მოუწევს კერძის გაკეთებას უბრალოდ შავი ყუთის პრინციპით ახდის და ნახავს რაღაცა ერთმანეთთან ძალიან შეუთავსებელ პროდუქტს რომლისგანაც უნდა შექმნას კერძი დროში რა თქმა უნდა და ესეთი აზარტული რაღაცებიც გვაქვს უბრალოდ რა იცი არ შემიძლია არ აღნიშნო რომ ჩვენი ქართული სამზარეულო გაიჭედა რა ერთ ხინკალსა და მწვათ შორის გაიჭედა ჩვენ რესტორნებში ხა ნებისმიერ რესტორანში რომ შევიდეთ კერძების იგივე ჩამონათვალე უბრალოდ შეფის ინტერპრეტაცია და სერვირების რაღაცა ის იქნება ხო დანარჩენი მენიუ არის ერთ და იგი ამიტომ ნიშნულოვანია რომ გაიზარდოს და განვითარდეს კერძი არ არის მუზეუმი რომ ყოველთვის ერთნაირი იყოს რა და ამ განვითარებას ჭირდება ზუსტადაც პროფესიული განათლება და იმ შანსის მიცემა იმ სტუდენტებისთვის რომლებიც მოდიან ჩვენთან და ასე ვთქვათ საკუთარი სითამამით ახალ-ახალი რაღაც იდეებით შექმნა ახალი კერძი კერძი ესე იქნა კერძის იდეალური კერძი შექმნა ჭირდება ცოტა თავხედობა ხო, ანუ თავხედობას სითამამე რა თქმა უნდა და მე ეს ვიგულისხმობ თავხედობაში, როცა შენ 10 ჯერ 100 ჯერ ცდი რაღაცის კეთებას და მე ესე შეიქმნა ყველა დიდი კერძი. აბსოლუტურად. შემთხვევითობის პრინციპი თან უბრალოდ ისეთი გაბედული და თამამი მზარეულის მიერ. აბიჯები. ეხლა რა შეიძლება кейსებს, წარმატების кейსებს, ამ პროცენტულ მაჩვენებლებს უკვე ვისაუბრეთ წეგნაცალოში გაყურებული ვიყავი მოდიოდა ვიღაც ტიპი ვიკაკონებდა მოსდევდა რუსუდანი ლექციების და გამარჯობთ მე ამ რესტორნის შეფი ვარ და მჭირდება ზარეული ცხელების ცივების და ეს ერთხელ კი არ ხდებოდა ძალიან ხშირად მე უკვე
სისტემატურად ერთ-ერთ კობის ობიექტთან კოტრა გრიბართან დაუნეგობრდით კიდევ, სადაც ხშირად მოდიოდნენ და პროცესშიო საქმდებოდნენ რა. ანუ მოთხოვნადია. ძალიან მოთხოვნადია და არ არის ფუფუნება, რა ეს ზარეულები ბევრი არ არის. ისეთი რომელიც შეძლებს მუშაობას, აქ რაღაცა გამოცდილება და ასე შემდეგ. ამიტომ ბევრი ძალიან ისეთი წარმატებული ეხლაც ამ წუთას შეიქმნა ერთ-ერთი პიკანტო დაარქვეს, ხო? უშუალო პროცესი. იცი რა არის, იქ სტუდენტებთან მუშაობის დროს ჩნდებოდა ბევრი იდეები რა. საინტერესო იქნება ირაკლი ჩვენს მსმენელს უამბოთ, კი. გისმენთ რუსტამ. შესახებ თუ როგორ გაჩნდა ამ კეითერინგის იდეა, როგორ გაუჩნდათ კოლეჯში სტუმრები მოდიან და გადაწყდა რომ ჩვენ უნდა გაუმასპინძლდეთ და უნდა რაღაც ფურშეტი მოვაწყოთ, ხო? ესე იყო. აბა რა შეგვიძლია გავაკეთოთ, ირაკლიმ გამოყო ეს ჯგუფი და იდეები წამოვიდა, მოდი ეს გავაკეთოთ და ნამდვილად არ ვიცი თამამად ვიტყვი რომ საუკეთესოდ გაართვეს თავი და ამის შემდეგ მათ გაუჩნდათ როდესაც საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადეს რომ მათ შეუძლიათ ამ ტიპის სამუშაო შესრულება კი გადაწყვიტეს რომ მოდი რატომაც არა ვცადოთ და ასე შეიქმნა პიკანტო რომელმაც მიიღო რამდენიმე შეკვეთა იცი რა არის თვითონ მეუბნეოდა ეს სითამამე აკლიათ რა იცის გაკეთება ბევრჯერ გავკეთებ მაგრამ ის რომ პასუხს აგებს იცი რა როცა ეხა მე და შენ გავსინჯოთ ეს კერძი არა უშავს მაგრამ შენ როცა გააზრებული გაქვს ეს კერძი რომელსაც ეხა შენ აკეთებ დღეს აღამოს 500-მდე ადამიანი უნდა მიირთოს იქ ცოტა შეიძლება ხელი არ განგალდეს ამიტომ ყოველთვის ვაძლევდი იმის ნებას შენ სტუდენტებს რომ გაებედათ გადაედგათ ნაბიჯი და ну фуршეტი გამოვიდა ძალიან კარგი მე კიდე აუცილებლად უნდა გავიხსენო ირაკლი ის შემთხვევა როდესაც მოამზადეს თემატურად რა კერძიც უნდა მოემზადებინათ და თვითონ კი არა ალბათ თვითონაც დააგემოვნეს მაგრამ სხვა ჯგუფის დაპატიჟეს სხვა ჯგუფის მსმენელები და მათი აზრი მოისმინეს გახსოვს ხომ ირაკლი მოიწვია ისინი სამზარეულოში და დააგემოვნებინა და მათი აზრი მოასმენინა აბა როგორ მოეწონათ კი და ეს იყო მათთვის ძალიან კარგი გამოცდილება რომ აი მისი ყურით ისმენდნენ მათ მიერ შექმნილი კერძის შესახებ ჩვენ თვალ წინ იხვეწება ადამიანის გემონური თვისებები რა ანუ რას გულისხმობ ხა ესეც შედეგზე გასულა. ეხა ფანტაზიის უნარი ყველა ადამიანს აქვს, ბევრნა ისეთი, მაგრამ აი კულინარიული ფანტაზია ცოტა რთული საკითხი თუ გამოსილება არ აქვს. ამიტომ როცა მე სითამამეს აჩვევ, ძალიან კარგი არის რა და გემოების გარჩევასაც სწავლობ რა. ანუ თავიდან თვითონ ის მეუბნეოდა რა ქვია, ნინის არდლიშვილი რომ ამდენი გემო თორსებდა არ იცოდი რა. რომელი ნამდვილად საინტერესო ხარასოწყობით ნამდვილად დაინტერესდი და დარწმუნებული ვარ ჩვენი მსმენელებიც დაინტერესდებიან და ამიტომ რადგან ბოლოსკენ მიდის ჩვენი გადაცემა რუსო კიდევ ერთხელ მინდა რომ ეს რეგისტრაციის პროცესებზე თქვათ როდის სრულდება რეგისტრაცია და როდის იწყება სწავლა რამდენი ხანი გაგრძელდება აი ეს ძალიან მოკლედ რომ შეგვიჯამო გადაცემის დასასრულს და წიგნი არ გამოგჩეს ალბათ ხო აუცილებლად ესე იგი რეგისტრაცია მიმდინარეობს აღნიშნულ პროგრამებზე, რომელიც უკვე ვახსენეთ ჩვენ წინა ბლოგში. რეგისტრაცია დასრულდება 30 ივნისს. VTMG-ზე საიტი VTMG-ზე და თვითონ კოლეჯში შეუძლია დაინტერესებულ პირს თვითონ დარეგისტრირდეს ან მობრძანდეს კოლეჯში და ჩვენ დავეხმარებით არა მხოლოდ რეგისტრაციაში, არამედ პროფესიის შერჩევაშიც თუ კი ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული რამდენიმე პროგრამა ერთდროულად მოსწონს, მაგალითად უნდა სტილისტიც მოსწონთ და კულინარიაც, ამიტომ ჩვენ შევეცდებით რომ მას პროფესიის შერჩევაში დავეხმაროთ და ასე აგრეთვე რეგისტრიროთ.
შემდეგ იქნება мотиваციური გასაუბრების პროცესი და ირაკლიმ უკვე საიდუმლოებებიც გაამჟღავნა. თუმცა არსებობს კიდევ სხვა საიდუმლოებებიც და სწავლას დავიწყებთ 7 ივნისს. საქმე იმაში 5 თვიანი პროგრამაა, ხო? როგორც თქვით 5 თვე გაგრძელდება. 5 თვიანი პროგრამაა. საქმე იმაში გახლავთ, რომ აგვისტოს თვე კოლეჯში არის დასვენებები, ხარდადაგების და შობულებების პერიოდია, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვერგოთ მსმენელებს. აგვისტოში დავისვენებთ და სწავლას განვაახლებთ სექტემბერში. თუმცა წინა შემთხვევაში უქმე დღეები როცა იყო რა, როცა დასვენების დღეები იყო, როცა ვეუბნებოდი სტუდენტებს, რომ ისე დაუ არა რა. ანუ мотиваცია და სურვილი აქვთ, რომ საშობაო ხარდადაგები მახსოვს, რომ გქონდა, არ უნდათ, რომ შობას დაესვენათ, კი, ნამდვილად ესე იყო. ძალიან დიდი მადლობა, ესე ამომწურავად ამ პროგრამის შესახებ. ეხლა ძალიან მალე წიგნი იბეჭდება. მოდუსის სამზარეულოს რეცეპტები. 40-ზე მეტი რეცეპტი არის შესული. ეს არის კერძები, რომელიც წინა კურსის განმავლობაში განხორციელდა, რომლის მომზადებაშიც ამ რეცეპტების შემუშავებაში იღებდა მონაწილეობას ჩვენი სტუდენტები, უშუალოდ იყვნენ ჩართულები, წიგნის დიზაინერი, ასე ვთქვათ, ჩვენი სტუდენტს. თუ შეიძლება დიდ რუსუდან ხეთაგაშვილს მადლობას გადაუხდი აქედან კოლოსალური შრომა ჩადო ამ დიზაინის შემუშავებაში და მადლობა რუსუდანს ამისთვის როგორც კი ჩვენ ფოტოები და შესანიშნავი ფოტოებია ნამდვილად და რაც თავარია ეს არის იქნება რეცეპტები რომელიც სამზარეულო შეფის რეცეპტები ხო რომელიც გაჯერებული იქნება რაღაცა ისეთი პროფესიული ტერმინებით ნებისმიერ ადამიანს ჩვენ როცა ამ წიგნზე მუშაობდით ფიქრობდით რომ აი არაფერი არ იცის სამზარეულოში უბრალოდ კვერცხი არ აქვს ადამიანის მოხარშული და ეგეთი ტიპი რომ გახდეს ამ წიგნის პატრონი შეძლეს თუ რამს აი ზუსტად იქ არის თავისი შენიშვნებით რას უნდა მიაქციოს განსაკუთრებით ყურადღება და რეცეპტის მიხედვით არც ერთი კერძი არ არის ისეთი როგორც წერია ხო სამწუხაროდ არ ვერ მოგვისწრო დაბეჭდვა თუმცა როგორც კი დაიბეჭდება ჩვენგან საჩუქრად ერთი მადლობა გავეცნობის და უშუალოდ პროცესში თუ გვესტუმრები მე მოდუში სიამოვნებით აუცილებლად ერთ-ერთ ვიზიტს მით უმეტეს შაბათ-კვირაა და შევძლებ ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა რომ შაბათ-კვირას მიმდინარეობს თქვენთან სწავლება. ჩვენს მსმენელს კი შევახსენებ რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობდით ზრდასრულთა განათლების სისტემაზე და კონკრეტულად მოკლევადიან პროგრამებზე, უფრო რომ დავაკონკრეტო ქართული და უცხოური კერძების მომზადებაზე. ჩვენი სტუმრები იყვნენ რუსუდან ქურასბედიანი, კოლეჯი მოდუსის ზრდასრულთა განათლების კოორდინატორი და ირაკლი მირუაშვილი, პროფესიული განათლების მასწავლებელი. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენ სტუმრებს და მე მომავალ 4 შაბათამდე დაგემშვიდობებით ნახვამდის. მადლობა მოწვევისთვის. ნახვამდის. გადაცემა პროფესიული განათლების ნავიგატორი თაისი ბოშულთან ერთად.